მოგესალმებით დაპყრობილ სამყაროში. აი ძალიან გემრიელი რეცეპტი მაქვს თქვენთვის და მოვამზადებ ყველასი საყვარელ ეკლერებს. ეკლერები მოვამზადე ძალიან გემრიელი ვანილის კრემით. ახლა კი გაჩვენებთ თუ რა გჭირდება ვანილის კრემის და ეკლერების მოსამზადებლად. პირველ რიგში მოვამზადებ ვანილის კრემს, ისაც მჭირდება 300 მლ რძე, 80 გრამი შაქარი, 3 კვერცხის გული, 30 გრამი სიმინდის სახამებელი, მხოლოდ სიმინდის სახამებელი და არა კარტოფილის სახამებელი და ვანილი. ხოლო ეკლერის მოსამზადებლად გიგვჭირდება 250 მლ წყალი, 3 ცალი კვერცხი და უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთან კვერცხი იყო შედარებით უფრო დიდი და თუ კი კვერცხი არის უფრო პატარა, გამოიყენეთ მაშინ 4 ცალი. 200 გრამი ფქვილი, 60 გრამი კარაქი და მწიკვი მარილი. პირველ რიგში მოვამზადებ ვანილის კრემს, რადგანაც გაცივებას დრო ჭირდება. და მისათვის რძეს მოვათავსებ ქვაფში. დავუმატებ შემდეგ შაქარს, დავუმატებ აგრეთვე კვერცხის გულს, შემდეგ სიმინდის სახამებელს და ბოლოს ვანილს. შეგიძლიათ გამოიყენოთ აგრეთვე ვანილის შაქარი. მოურიე კარგად, რომ ინგრედიენტები ერთმანეთში გაიხსნას და გადავდგე შემდეგ ცეცხლზე. უნდა ორიოთ გამუდმებით დაბალ ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება და შესქელდება, კრემი უკვე მზად არის. შემდეგ გადავიტანე სხვა თასში და ვაფარე პარკი და გავაჩერე იქამდე, სანამ ბოლომდე არ გაცივდა. თავზე დაფარება აუცილებელია, რადგან შემდეგ შეიძლება რომ ზედაპირი გაიკეტოს. ახლა კი მოვამზადებ ეკლერის ცომს, რისთვისაც წყალს და კარაქს მოვათავსებ ქვაფში და ვდგავ ცეცხლზე და წამოვადუღებ. დავუმატებ აგრეთვე მწიკვ მარილს. კარაქი უნდა გადნეს შემდეგ წყალში. როდესაც წამოდუღდა, შემდეგ გადავდგი გვერდზე და ერთიანად ჩავყარე შემდეგ ფქვილი. უნდა ორიოთ შემდეგ გამუდმებით და უნდა ორიოთ ძალიან სწრაფად. შემდეგ დავდგი ისევ ცეცხლზე, მაგრამ დაბალ ცეცხლზე და გააგრძელეთ ისევ ცომის მორევა. და ურიეთ ისევ გამუდმებით, იქამდე სანამ ცომი ბოლომდე არ შეიკრება. როგორც ხედავთ, ცომი ნენელა უკვე იკრება და ვიღებთ ერთ მთლიან მასას. შემდეგ კი როგორც კი ესე თეთრ მომწვარს გაიკეთებს, ცომი უკვე მზად არის. შემდეგ გადავიტანე სხვა თასში და შევაგრილე ცოტა. ცომი გავშალე შემდეგ, რომ უფრო სწრაფად შეგრილდეს. და კვერცხის შესათქვებად გამოვიყენე შემდეგ აი ესეთი მიქსერის თავი და შემდეგ სათითაოდ შევადგვიფე კვერცხი. ჩართეთ შემდეგ მიქსერი და დაიწყეთ კვერცხის შეთქვება. თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, თითქოს კვერცხი ცომში არ იხსნება, მაგრამ შემდეგ მიიღებთ ისევ ჩვეულებრივ მასას. და ესე ნენელა შეადგვიფეთ კვერცხი და ბოლოს მიიღებთ ერთ მთლიან მასას. კვერცხის ზომას როგორც უკვე აღნიშნეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დაუკვირდით თუ რა ზომის კვერცხით ამზადებთ. როგორც ხედავთ, ცომი არის საკმაოდ მძიმე. და ცომს გადავიტან შემდეგ საკონდიტრო ტომარაში
რაზეც მაქვს გაკეთებული ვარსკვლავისებური თავი. გადავდგა გვერდს და მოვამზადებ გამოსაცხობ ქაღალდს, რაზეც დავსვევ შემდეგ ეკლერებს. ახლა კი შევძდები მივცე ეკლერისთვის დამახასიათებელი მოგრძო ფორმა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არ თუ ისე მარტივია, რადგან ცომი არის საკმაოდ მყარი. მაგრამ შეიცადეთ, რომ ეკლერის დასმის დროს თავიდან ბოლომდე ხელი არ მოადუნოთ. რადგან ეს საკმაოდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ასე მიიღებთ შემდეგ თქვენ სასურველ შედეგს და გექნებათ ლამაზი ეკლერები. თუ ცომის მოჭრა შემდეგ ბოლოში გაგიჭირდათ, გამოიყენეთ დანა. ეკლერის სიგრძე კი თქვენზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ ეკლერები დასვათ მხოლოდ საკონდიტრო ტომბრის დახმარებით, კლასიკური ფორმით და იმავე ცომით შეგიძლიათ აგრეთვე შუებიც გამოაცხოთ. შუ შეგიძლიათ აგრეთვე კოვზითაც დაასვათ. მეკლერებთან ერთად შუც გამოვაცხვე, რაც სამწუხაროდ ვიდეოში არ ჩანს. გამზადებულ ცომს მოასხურეთ ამ ფუნჯის წაოსვის წყალი. ეს ხელშეუწყობს მის უფრო კარგად ამოსვლას. და ეკლერები გამოაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი. გამოცხობის დროს კარები არც ერთ შემთხვევაში არ გააყოთ. როგორც ხედავთ, ეკლერები უკვე მზად არის და ის ღუმელში იმყოფებოდა დაახლოებით 35 წუთი. უმჯობესია თუ ეკლერები ოდნავ გამოგდება ღუმელშივე, რადგან ესე უკეთესად გამოცხობა ეს. იმ შემთხვევაში თუ ეკლერს გამოცხობა დააკლდა, ის გაცივების დროს აუცილებლად ჩავარდება. ახლა კი შევეცდები, რომ ეკლერები გავჭრა შუაზე და ისე დავკრემო. ახლა კი მოვამზადებ ეკლერისთვის კრემს და როგორც ხედავთ, ჩემი მოხარშული კრემი უკვე მზად არის და შევათქვეფავ შემდეგ ნაღებს. ნაღები შეგიძლიათ კარაგით ჩაანაცვლოთ. ჭირდებათ 200 მლ ნაღები. ნაღებს მოვათავსებ შემდეგ თასში და გავთქვეფავ. ნაღები არის ძალიან ცივი მაცივრის. სადაც გამაგდება, ნაღები უკვე მზად არის. ნაღები დიდხანს არ თქვეფოთ. გავთქვეფავ აგრეთვე მოხარშულ კრემს. კრემის ფერი არ გაგიკვირდეთ, მე მას გემოსთვის და ფერისთვის დავუმატე სულ ცოტა ზაფრანო. და შემდეგ გათქვეფილ კრემს შეურევ უკვე გათქვეფილ ნაღებს და ერთ მასად ვაქცევ. ნაღები შეურიეთ ნელ-ნელა. როდესაც ერთ მასად იქცევა, კრემი უკვე მზად არის. და ესეთი კრემი გამოვიდა შემდეგ. შემდეგ მე გამოვიყენებ ეკლერის დასაკრემად ორი სახის თავს. ერთი არის, რომელთაც შეუშვებ კრემს, ხოლო მეორე ისევ ვარსკვლავისებური თავით.
და შემდეგ კრემს გადავიტან საკონდიტრო ტომარაში და მოვათავსებ ცოტა ხნით მაცივარში. და შემდეგ კი დავიწყებ ეკლერების დაკრემვას. კრემის რაოდენობა კი თქვენზეა უკვე დამოკიდებული. და დაკრების შემდეგ უკვე მოვათავსებ მეორე ნახევარს ზემოდან. შეგიძლიათ ეკლერი საერთოდ არ გაჭრათ და უბრალოდ კრემი შეუშვათ შიგნით. ეკლერი კიდევ უფრო სრულყოფილი რომ იყოს, ამიტომ მე მას მოვუსმევ ზემოდან შოკოლადს. 150 გრამი შოკოლადი გავადნე და დავუმატე დაახლოებით 1 სუფრის კოვზი ზეთი. და ფუნჩის დახმარებით წავუსვი ზემოდან შოკოლადი. მე რამოდენიმე ეკლერი დავტოვე შოკოლადის გარეშე და მოვაყარე შემდეგ შაქრის პუდრა. და ესეთი ლამაზი და გემრიელი დესერტი გამოგვივიდა შემდეგ, რომლის მომზადება არც თუ ისე რთულია, მაგრამ მოითხოვს სიზუსტეს. მე კი დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფო ბოქსში.